Suajlar Yahya apsuşala şvara şah apxyara qastsar staxub. Sara apshwa ჭუდალა ბზია ის ბოით. იმ წლებს არავინ დაუტოვებია ტკივილის გარეშე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჩვენს საწყის, ჩვენს ერთიანობას. ამ სიტყვებით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი აფხაზებს მშობლიურ აფხაზურ ენაზე ესაუბრა და ერთმანეთისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმის იმედი გამოთქვა. გვაქვს მთავრობის გასვლითი სხდომა ანაკლიაში, სადაც უნდა განვიხილოთ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საკითხები. აქედან ყველაზე უფრო ახლოს ვართ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან. პირველი გასვლითი სხდომა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სიმბოლურად ანაკლიაში, აფხაზეთთან ყველაზე ახლო მანძილზე გამართა. სხდომას აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათი მოადგილეები, მრჩევლები, სიპებისა და აიპების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა და სწორედ ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებულია მშვიდობაზე, ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ერთიანი ძლიერი სახელმწიფო მშენებლობისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მათთან ერთად დავაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო. მთავრობის გასვლით სხდომაზე აფხაზეთის სკოლამდელ დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა, პოლიკლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების ეფექტიანად გადაწყვეტის გზები განიხილეს. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს დაევალა აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა. საუბარი ასევე შეეხო სამეგრელო ზემო რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს. სხდომის ფორმატში მთავრობის წევრებმა მიმდინარე წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. ლევან მგალობლიშვილის დავალებით აფხაზეთის მთავრობაში შემავალმა თითოეულმა სტრუქტურამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ღირსეულ პირობებში ცხოვრებისთვის. მთავარ მიზნად კი დეოკუპაცია, ღირსეული დაბრუნება და აფხაზ ხალხთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება დასახელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ლევან მგალობლიშვილმა პირადად დევნილებისგან მოისმინა მათი საჭიროებები და გამოწვევები, რომლის წინაშეც იძულებით გადაადგილებული პირები დგანან. დროებით დევნილი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველა სერვისი, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. იქნება ეს ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მოქმედი პროგრამები, აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნეს პრობლემების გადაჭრის მათი ხედვები და სამომავლო გეგმები. ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გულუას, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრებს გენრიეტა წიწავასა და მერაბ ქვარაიას, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ზუგდიდის დელეგატ დავით კოდუას, სამეგრელო ზემოსონეთის რეგიონის ყოფილ რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ზუგდიდში, ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და ზუგდიდის დელეგატთან ერთად შევხვდით დროებით დევნილ მოსახლეობას, მათ შორის იმყოფებოდნენ ჩვენი ვეტერანებიც, მოვისმინეთ მათი პრობლემები და ერთობლივად ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებს. მინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავხადოთ თითოეულ დევნილს მობრძანებისთვის და ჩვენთან შეხვედრისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადოს სამეგრელოს წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტს და მერიას. ჩვენი მხრივ გავაგრძელებთ შეხვედრებს ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობასთან უწყვეტ რეჟიმში. განვიხილეთ ის პრობლემები და ის საჭიროებები, რაც დღის წესრიგში უდგათ ამ ადამიანებს ყოველდღიურად. აფხაზეთის მთავრობასთან ერთად მომავალში ვაპირებთ ჩვენ განახორციელოთ ამ მიმართულებით მრავალი პროექტი და ღონისძიება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით ბინათოსრომყოფის კუთხით და ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა მშენებლობის კუთხით, სადაც შენდება ზუგდიდის კომბინატის დასახლებაში 1750 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი. ეს ვინც გავიცანით, ახალი მთავრობის გუნდი დიდი იმედები დაგვიტოვა იმისა, რომ უკეთესობისკენ წაიყვანენ თავიანთ საქმიანობას და დევნილებს უფრო ხშირად მოინახულებენ და უფრო ხშირად ამოუდგებიან გვერდში.
ოკუპირებული აფხაზეთის ბანკები რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას აპროტესტებენ. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კონკრეტულად კი საუბარი შეეხებოდა რუსული იურიდიული პირების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას, რომლის განხილვა დე-ფაქტო პარლამენტში მიმდინარეობს. ეს დოკუმენტი იხილება დე-ფაქტო პარლამენტში, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, აი ამ მორჩილი პარლამენტის უმრავლესობაც კი არ თანხმდება იმაზე, რომ ეს იყოს მთავრობებს შორის მიერ ხელმოწერილი. ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსული ბანკი აფხაზეთში ფილიალებს ქმნის და ფინანსური ოპერაციები, რაც დაკავშირებული იქნება მსხვილ ინვესტიციებთან, აფხაზეთის გვერდის ავლით განხორციელდება. ეს ყველაფერი იხილება კონტექსტში, აი ამ აპარტამენტების შესახებ ეგრეთ წოდებულ კანონ პროექტთან, თუ რუსი ინვესტორი რაღაცას არ გააკეთებს ან ვერ გააკეთებს, მას შეუძლია ეს გადააბრალოს აფხაზურ მხარეს და ამ შემთხვევაში აფხაზეთი ვალდებულია ბიუჯეტიდან გადაუხადოს მას გარკვეული თანხა. ახლა ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ რუსეთმა წინასწარ იზრუნა, რომ სასამართლო აფხაზეთის სასამართლოში კი არ იყოს საკითხი განხილული, არამედ იყოს რუსეთის სასამართლოში. ესე იგი ყველაფერი აქვს მოგვარებული, რომ ესე იგი როგორც მოისურვებს, რანაირად მოისურვებს, ისე აკეთოს ყველაფერი და თავის მიზანს მიაღწიოს. მილიარდები შემოდის და ეს ყველაფერი შემოდის აფხაზეთის ბანკების გვერდის ავლით. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, სახეზეა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ეს თუ იქნა ხელმოწერილი, მერე უკვე რატიფიკაცია ავტომატურად განხორციელდება, რადგანაც ხელმოწერა ხდება დე-ფაქტო პარლამენტთან შეთანხმებით. და თუ პარლამენტმა ეს დე-ფაქტო პარლამენტმა მოიწონა, მაშინ დე-ფაქტო მთავრობა მოაწერს ხელს, ისევ შემოვა დე-ფაქტო პარლამენტში და უპრობლემოდ იქნება რატიფიცირებული და ამით აფხაზური საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის აზრით და ჩვენ ეს აზრი დიდი ხანია გვაქვს, ამით გადაიდგმება კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ნაბიჯი აფხაზეთის ანექსიისკენ. ოკუპირებული აფხაზეთის მედია საშუალებებით უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე-ფაქტო პარლამენტში დაიწყეს ეგრეთ წოდებული შეთანხმების მოსმენა. დახურული სხდომა, რომელიც ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, როგორც მოსალოდნელი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს დიომედი აფხაზეთის პოლიკლინიკაში უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. 100-ზე მეტ ბენეფიციარს 10-მდე სხვადასხვა პროფილის თბილისის წამყვანი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ. ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. მორიგი გასვლითი პროგრამა გვაქვს ქალაქ ზუგდიდში ჩვენი პოლიკლინიკის გამოყენებით. ჩამოყვანილი ყავს შესანიშნავი სპეციალისტები, არის მრავალმხრივი გამოკვლევები, რომლებიც დღეს უფასოდ კვლევებს ჩაუტარებენ ჩვენ დევნილ მოსახლეობას. მსგავსი აქციები ხშირად იმართება ჩვენს მიერ. მომავალი წლიდან კიდევ უფრო ვეცდებით, რომ უფრო მეტად და უფრო ხშირად ჩავატაროთ მსგავსი პროგრამები სხვადასხვა ლოკაციებზე. დევნილთა პოლიკლინიკაში ჩატარდა უფასო აქცია, რომელიც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. სტუმრად იმყოფებიან წამყვანი სპეციალისტები თბილისიდან. აქტიურობა ძალიან მაღალია და თითოეული დევნილისათვის მნიშვნელოვანია ესეთი უფასო აქციები. დევნილებისთვის განსაკუთრებით აუცილებელია ხშირად თუ იქნება ასეთი დახმარებები, ვიყავით თერაპევტთან, თვალის ექიმთან, ეხოსკოპიასთან და რა ვიცი, კმაყოფილი ვარ ძალიან.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ინიციატივით ქალაქ ბორჯომში ჩართულობის სივრცე გაიხსნა. პროექტი ახალგაზრდული სივრცე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდასაჭერად 2 თვის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი 50 ბენეფიციარისთვის შემეცნებით საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტის მიზანს წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა და განვითარების ხელშეწყობა. გახსნის ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი და მოადგილეები მარინე გითოლენდია და ბორის გაბუნია. ბორჯომის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში ქალაქ მცხეთაში ასევე ექსკურსია ჩატარდება. ახალგაზრდული სივრცე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდასაჭერად მინისტრის აპარატის ძალიან წარმატებული პროექტი გახლავთ, რომელიც განხორციელდა არაერთ რეგიონში საქართველოში. პროექტის მთავარი მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის გაზრდა და ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. ამ 2 თვის მანძილზე შეძენილი ცოდნა და უნარები მე დიდი იმედი მაქვს, რომ დადებით გავლენას იქონიებს ამ ახალგაზრდების პერსპექტივებზე მომავალში. ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან ბევრ რამეში გამოგვადგება, არა მარტო მე, არამედ ჩემს თანატოლებსაც და თუნდაც ჩემზე პატარებსაც, რომლებიც ამ პროექტში მონაწილეობას იღებენ. ასე რომ ვთქვათ, ბევრი იდეების დახვეწაშიც მოეხმარებათ, ინიციატივის წყაროებიც არის და мотиваცია, უფრო კომუნიკაბელურებით შეიძლება გახდნენ ამ პროექტების წარდგენის საშუალებით. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ესეთი პროექტები. ასეთ პროექტებში ყოველთვის ვიღებ ხოლმე მონაწილეობას, იმიტომ რომ მადგება კომუნიკაციისთვის საჭიროა ძალიან. ამ 2 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე და მივიღე სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა. ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში თავისუფალ ჭიდაობაში ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს სიგელები და მედლები გადაეცათ. ასევე სახელობითი თასით დაჯილდოვდა ასპარეზობის მონაწილე 2 ახალგაზრდა. ტურნირი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასა და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას. მონაწილეობა მივიღეთ ბატონ ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე შეჯიბრზე, სადაც თავისუფალ ჭიდაობაში გამოვიდნენ ჩვენი ფალავნები სხვადასხვა კატეგორიით, წონით კატეგორიებში. დავაჯილდოვეთ გამარჯვებულები. მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ემსახურება ჯანმრთელ ცხოვრების წესს. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ატარებს ღონისძიებას თავისუფალ სტილის ჭიდაობაში. ეს ღონისძიება ყოველწლიურად ტრადიციულად ტარდება აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით. ჩვენი მიზანი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, სპორტის პოპულარიზაცია და მაქსიმალური ხელშეწყობა აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებისთვის. პირველად დავიკავე პირველი ადგილი და ძალიან გახარებული ვარ. მადლობას ვუხდი ჩემ ოჯახის წევრებს, მწვრთნელებს. ჩემი მიზანი არის, რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი.